ჩაკვეტაძის პრობლემა სექტემბერში ჩაკვეტაძის გარეშე, უოტფორდის განცხადება გიორგის ტრავმაზე გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა გაუმიზეს და როგორც გაირკვა, მან ვარჯიში ადრე დაიწყო, რამაც სიტუაცია გაართულა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე დაიწყებს. როგორც უოტფორდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება მომდევნო თვისთვის გადაიდო, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 4-7 სექტემბერს თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ის თამაშს ვერ მოახერხებს. გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის რთული პრობლემის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას მომავალ თვეში გეგმავს. ქართველ ფეხბურთელს აპრილში ბრისტოლ სიტისთან გასვლითი თამაშის შემდეგ ძვლის პრობლემა აწუხებს, რაც გადატვირთვის და განმეორებითი დარტყმების შედეგია. ცნობილია, რომ ეს ტრავმა ნელა ინკურნება, ამიტომ ჩაკვეტაძემ გასული სეზონის ბოლო გამოტოვა. ის პრესეზონისთვის გუნდში ადრე დაბრუნდა, რათა რეაბილიტაცია გაეგრძელებინა და პაულო პეცოლანოს ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო. ივნისში ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ პრობლემა კვლავ არსებობდა, თუმცა ნაკლებად მძიმე, ამიტომ წინა თვეში ის ეტაპობრივად დაუბრუნდა ძირითად გუნდს და გეგმილი იყო, რომ დეპორტივოსთან ამხანაგურ მატჩში გარკვეული დროც ეთამაშა. თუმცა 5 სავარჯიშო სესიის შემდეგ ჩაკვეტაძემ ტკივილი იგრძნო და სიფრთხილის მიზნით სკანირება ხელახლა გაიარა. დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება 6 კვირის განმავლობაში, საიდანაც 2 კვირა სეზონის პირველ სანაკრებო შეკრებას, სექტემბრის ემთხვევა, წერს უოტფორდის საიტი. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს ითამაშა. მას შემდეგ ქართველ ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობაში არ მიუღია, მცირე ხნით მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლა.